წარმოადგენება თბილისსა და ბათუმში ახსნა განმარტების მისაცემად კომერციული ფაქტის ის მესაკუთრეები დაიბარეს, რომლებმაც ოფისები ქართული ოცნების წარმოადგენლებს მიაქირავეს. კონტროლის პალატის ვიდეო კომენტარი სახალხო დამცველის ვრცელი რეკომენდაციის საპასუხად. ლევან ბეჟაშვილის უწყება გიორგი ტოღუშის წინადადების გაზიარებას გეგმავს. ომბუდსმენი კი კონტროლის პალატის მხრიდან იმ უფლებადარღვევის ფაქტებზე საუბრობს, რომელიც მარტის თვეში ქართული ოცნების აქტივისტების დაკითხვისას გამოვლინდა. საკანონმდებლო ხარვეზები, უსტატუსო დაბარებული მხარდამჭერები და სახალხო დამცველის მოთხოვნა. ნახეთ ნანუკა იორდანიშვილის სიუჟეტში. სახალხო დამცველის ვრცელ რეკომენდაციებს კონტროლის პალატამ საკუთარ ვებგვერდზე ატვირთული ვიდეო კომენტარით უპასუხა. კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილის თინა ბოკუჩავას თქმით, კონტროლის პალატა საქმიანობას კანონმდებლობით განსაზღვრულ ჩარჩოებში გააგრძელებს და სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესწავლასაც აპირებს. გარკვეული სიახლეები უკვე დანერგილია ჩვენ საქმიანობაში. მაგალითად, თანამედროვე ტექნიკური საშუალებების გამოყენება, მოქალაქეთა კონსულტანტის პოზიციის შემოღება და სხვა. პალატა აქტიურად თანამშრომლობს სამოქალაქო სექტორთან და საერთაშორისო საზოგადოებასთან, რათა კიდევ უფრო დაიხოცოს ჩვენი საქმიანობის პროცედურები. კონტროლის პალატას აქვს ძალიან ინტენსიური კომუნიკაცია პოლიტიკურ პარტიებთან, ძალიან ინტენსიური კომუნიკაცია სამოქალაქო საზოგადოებებთან, ჩვენთან იყო მოსმენა პარლამენტში, როგორ ხდება კანონის აღსრულება, რა პრობლემებია, რა ხარვეზებია, როგორ უნდა გამოსწორდეს და ძალიან კარგი არის, რომ ამ პროცესში ასევე ჩართოს სახალხო დამცველი, მას აქვს თავისი რჩევები, თავისი რეკომენდაციები. სახალხო დამცველმა კონტროლის პალატას რეკომენდაციებით გუშინ მიმართა. ომბუდსმენის აპარატმა პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ ქართული ოცნების აქტივისტების გამოკითხვის ფაქტები შეისწავლა. გიორგი ტუღუშის თქმით, მონიტორინგის შედეგად რამდენიმე მნიშვნელოვანი კანონდარღვევა გამოვლინდა. სახალხო დამცველი კონტროლის პალატას იმ მოხელეების დისციპლინური წესით დასჯას თხოვს, ვინც ახსნა განმარტებების ჩამორთმევის პროცესში მოწმეთა უფლებებს არღვევდა და მოწმეთა ჩვენებების გასაჯაროებით მათი პირადი საიდუმლოება გასცა, რაც ადამიანის კონსტიტუციური უფლებების დარღვევაა. ჩვენ შევეხეთ როგორც სისტემურ პრობლემებს, რომლებიც დიდწილად გამომდინარეობდა სწორედ გაუმართავი კანონმდებლობით და არარსებული რეგულაციებით, რომელიც მე ვთვლი რომ აუცილებელია რომ არსებობდეს, ასევე იყო რამდენიმე ინდივიდუალური ხასიათის პრობლემა, რომლებიც შეეხებოდა უცნაურ შემოწმების ზომებს, რომლებიც განხორციელდა იმ პირების მიმართ, რომლებიც დაბარებული იყვნენ. თუმცა აქ ხაზი უნდა გავუსვათ, რომ შემოწმებას უშუალოდ კი ახორციელებდა დაცვის პოლიციის თანამშრომლები. თუმცა რა თქმა უნდა, სავარაუდოდ ისინი ასრულებდნენ მითითებას, რომელიც მიიღეს კონტროლის პალატისგან. სახალხო დამცველის ინფორმაციით, კონტროლის პალატის მიერ გაგზავნილ უწყებაში ნახსენები არ იყო, რომ დასაბარებელ პირებს მოწმის სტატუსით იბარებდნენ. ომბუდსმენი პარტიების ფინანსური მონიტორინგისთვის საჭირო საკანონმდებლო ბაზის ხარვეზებზეც საუბრობს. გიორგი ტუღუშის თქმით, კონტროლის პალატამ ინსტრუქცია უნდა შეიმუშაოს, სადაც ახსნა განმარტებების ჩამორთმევის წესი და მოწმეთა უფლებები დეტალურად იქნება განმარტებული. აქ საუბარია რეგულაციებზე, სტატუსის ბუნდოვანებაზე, დაბარებული პირების მათ განემარტათ უფლებები, როგორც სამართალდამღვრევებს, ხოლო იქ მისვლისას მათ უთხრეს, რომ მოწმის სტატუსით იკითხებოდნენ. ეხლა რა თქმა უნდა, ეს არ იყო კონტროლის პალატის თემა უშუალოდ, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ მე ვთვლი, რომ უნდა შეწყვიტოს გამოძიება იმ პირთა მიმართ, რომელთა საქმეებიც გადაეგზავნათ მათ კონტროლის პალატიდან. კონტროლის პალატამ ქართული ოცნების აქტივისტებისა და მხარდამჭერების დაკითხვა პოლიტიკური სუბიექტების თვალთმოქმედური გარიგებების გზით დაფინანსების ფაქტზე მარტიდან დაიწყო. სახალხო დამცველი კონტროლის პალატისგან რეკომენდაციებზე დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვს.